მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით ნაბოგეს და ელენიკა. უგებო, ნაბოგესი. მოგესალმებით ყველას, დიდი სიყვარულით. ჩემი გუნდის წევრებს, ზოგადად საქართველოს ფორევერის ასეთ ულამაზეს და ძალიან ჩემთვის საყვარელ ადამიანებს. მე ვინც არ ვიცნობთ, ვარ მაკოლიკიაშვილი და რაც მომიოცეთ საფეხური, ვარ საქართველოს ფორევერის მენეჯერი და მთელი გუნდით და სულით თვითონ თქვენთანაც, ახლა ვიცი რომ აფერულია თქვენს გუნდში სული როგორც კოცონი გიზგიზებს, აი ესე მეც თქვენ ჩაგეხუტოთ და მოგილოცოთ მენეჯერობა თვითონ თქვენთანაც, გული და სულების ეს ენერგია თქვენთან მოვიდეს. ჩემი ესეთი დიდი სურვილი თქვენთან მოვიდეს თქვენთან ეს ენერგია და დარწმუნებული ვარ, ღრმად მწამს და მთელი გულწრფელობით ვამბობ ამას, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, უბრალოდ ეს არის დროის ამბავი. და მინდა რომ დრო არ დაკარგო და დრო არ გაუშვათ, იმიტომ რომ ჩემთან იყო ეს მომენტი დროის ფაქტორის გაშვების და რა იყო ეს? მე საქართველოში არ ვიმყოფებოდი წლების განმავლობაში, მე ვიყავი ემიგრანტი. ცხოვრობდი საბერძნეთში, ქალბატონი პელაგია იქ მყავს მე გაცნობილი და მე მქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ეს იყო ფუჭნაწლავის პრობლემა, მქონდა ჰოლიცისტიტი და ესე იგი ცხოვრობდი ამ კიდურთან ერთად, ამ პრობლემასთან ერთად წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა ვიკეთებდი უამრავ თერაპიებს, მედიკამენტოზური თერაპია მხედველობაში, ექიმებთან დავდივდი, არასოდეს ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა უყურადღებოდ არ დამიტოვია, მაგრამ ყველაფერი იყო დროებითი. ეხლა რატომ გავაკეთე ეს შესავალი, რომ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემით მოვხდი მე ამ კომპანიაში, არანაირი ბიზნესი, არანაირი დასაქმება, საერთოდ არაფერი არ მაინტერესებდა მე აქ. იმიტომ რომ ადამიანის ჯანმრთელობის პრობლема когда მომნას, ეს სοβარова პრობლემა. Πάνω από 10 χρόνια ήταν πρόβλημα. Είχα εγώ το χολί μου και μετά πήρα απόφαση για να κάνω χειρουργείο. Κατάψωτε რომ ქირურგი მიჩარდა გამკეთებ. ჩამეკეთებინა ხალხმა. ისე ვიყავი შეწუხებული ამ დაღმის პრობლემით. არ დამიტოვია არც საქართველოში კარგი გასვამდებობები ექიმები და არც ათენში თათაშორის. Видим антоксерийский носокомию я собственно фина, то поларсаеки ეკიპიდნენ. კერძო კლინიკაში დავდიოდი ათენში გავახსენე კლინიკა, რომელშიც მე დავდიოდი სომხეთის კლინიკა. კურნალობდი ძალიან კარგი ექიმებთან ხალხო, მაგრამ შედეგი ვერ დადო, ან იმათმა მკურნალობამ შედეგი ვერ მომიტანა, ყველაფერი იყო დროებითი. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, ახლობელი ადამიანი, რომელმაც მე მითხრა ამ პროდუქციის შესახებ. Και όταν πρώτο άκουσα γελούσα. და როცა გავიგე ეს ამ პროდუქციის შესახებ, სიცილი დავიწყე. ეს რა გადავიკისკისე კარგად. და რატო დავიწყე სიცილი? მე ვთქვი ხალხო, არ დამიტოვია ძალიან კარგი ექიმი, არც ათენში, არც საქართველოში. და ეხლა მეთქი, აი ისეთ რაღაცას მე ლაპარაკები მეთქი, წარმოუდგენელს, რომ ესე იგი ამას მეუბნები და მე ჩემი თავს გასცენებდი და მე შემიძლია ბევრი მართვა ასეთი ჩემნაირი. უამრავ რამეზე გეტყვით ასეთ პასუხს მიიღებთ, რა პასუხს მე გავეცი მაშინ. ესეთი მარტო, როგორც მე ვიყავი იმ დროს, არის თქვენს გარშემო უთვალავი, უამრავი. და უთხარი ასეთი რამე. მე ვხარი, შენ გიმეცვალე, არ მაინტერესებს ეგ რაღაც ალოეზე მელაპარაკები. მე ვთქვი, მე იმდენი რამე მაგ გაკეთებული მეთქი და შედეგი არ მომცა ამან და აი მეთქი ამინდა რა, ნუ მელაპარაკები მაგ რაღაცა ალოეზე და ამან ასე შემდეგ. არ მინდა მეთქი. მე საუბრობ როცა ამერიკული კომპანია რო თვითონ მოყავთ ალოე, რა თქმა უნდა შეეცადა რომ დაერწმუნებინა ჩემი კაცი. მაგრამ ესე იგი იმდენად ვიყავი დარწმუნებული რომ მე არაფერი არ მიშველი და ვიყავი იმიტომ დარწმუნებული რომ ძალიან ბევრი ხალხური მეთოდებიც მქონდა გამოყენებული და ძალიან ბევრი მედიკამენტოზური თერაპიებიც ამათი წლის განმავლობაში. მაგრამ ამ ადამიანმა ასე ვთქვათ არ რამდენი ხდებოდა იმდენ მელაპარაკებდა, რა თქმა უნდა შეღონებული ვიყავი უკვე, შეღონებული ამ ალოეზე და ფორევერის სიტყვა უკვე სულად ხდება. მაგრამ არ მანებებდა თავს მესაუბრებოდა და მე ვიცით რა არის, აი როგორც ქალბატონმა პელაგია თქვა, ოპოსიპესკიესი, ότι ήθελα δηλαδή είχα φτάσει στα όρια μου, δεν ήθελα να ακούσω το φορεύε καθόλου. Μετά είπα ότι φέρε μου αυτό το μπουκάλι, επιτέλους, τα ούτχαρη, μου ήταν, ούτχαρη, κάτι
სულიმოს უშაგება და ჩამხავს ამას კლავ დატკივილი სიტყვაში ვარდებოდი და დავიწყე რაღაცების ნელ-ნელა მიღება და დავინახე რომ დავტესტე საჭმელი მამან არასდროს არ მაწყინა ტოიპა ევრიკა ანაკალიფსი რომ ესე იგი მეთქი მე აღმოჩენა მაქვს გაკეთებული მე ეს პრობლემა მქონდა გენეტიკურად დედისგან აერებს ერთხელ ახლა მოყოლილი რომ ჩემს დედიკოს მქონდა პრობლემა ჭნაწლავის ნაყოლიც აწუხებდა და წყლული მქონდა აი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წლები მქონდა წყლული და 12 კოჭაზე იმანამ ელკოს que este na tope apinafina da poliona. Da, machine არ იყო საქართველოში და უგზავნით ჩემს უგზავნით იქიდან ჩემი ყარეს პროდუქტი და ისეთი ჩემი კარტალი პროდუქტი იყო. უგზავნით იქიდან ფულთაბიასე ამანათები და უგზავნით ჩემებს რომ მოეხმარა ჩემი ოჯახის ჩემი ძმის ოჯახს წილადებდი ხომ რაღაც ბავშვი ვიტამინებს და სხვადასხვა რაღაცებს და მე შემამჩნიე ნელ-ნელა სახის კანმა, ჩემი სახის კანმა დაიბრუნა თავის ძველი კანკათა ნელ-ნელა ეს ლაკები ან ამისგან რაც მქონდა ლაკები. ოღონდ ეს უცებკი არ მოხდა, ეს რაღაცა გარკვეული თვეების შემდეგ, რომ ნელ-ნელა გამიფენქოთა და სულ არ ამილაგდა, არა, გაფენქოთა და მე ამ გოგონა მითხრა რომ არის ასევე ძალიან კარგი საშუალებები, სახის მოვლის, იგივე საშუალებები და რასაც ადრე აფთიაქში ყიდულობდი აღოვრასა фармакия. Ena suro pragmata, ja tak sevis αυτά τα καλλιτικά πράγματα. Καταστήκεται γράφες. Λοιπόν, έκανα τίποτα. და მე დავიწყე ამ ჩვენი პროდუქტი და წამისვეს რაღაცეები და ეს სკრაპი ჩვენი და ეს ლაქების ის სულ გადამიწყრია ახალ მოხალხე ხედავ და 2 მეროტუსანი ტიეკანის მარგარიტა. რა გაიგეთევ რა ჩაიდინეო რომ სახე ანუ ეს დალაგული ტონერს ვიდებდი ასე კარგად დადებული ტონერს რომ გამემალვა ეს რაღაც. გოგო ესე იგი ეს პროდუქტები ჩემთვის გახდა აი რა გითხრათ რაღაცა ძალიან მიყვარს რაღაცა ძალიან შეიყვარს შემიგოხდება რაღაცა ხო ხარ მიგრაციაში და რა თქმა უნდა იქ დავიწყე სემინარებზე სიარული რაღაცებს ვაკეთებდი მაგრამ ნახეთ არ მქონდა არანაირი мотиваცია ის არანაირი мотиваცია არ მქონდა რომ მე ეს საქმე იქ გამეგრძელებინე სერიოზულად და რატომ რომ ვიკითხე რომ ეს კომპანია არის საქართველოში? არა, არ არის საქართველოში. და მაშინ შოურნეს უთხარი რომ გაიხსნება მე საქართველოში ვარ, მუშაობ, გავხდე მენეჯერი. წავიდე, რატო გიხრი ამაზე რატო იმახვილებ ყურადღებას? მე ვიყავი იქ წასული მარტო, მე ჩემი შვილები იქ არ მყავდა და ჩემი ოჯახი იქ არ მყავდა, და ჩემი შვილები დატოვე საქართველოში და მე ვიჯექი სულ ჩემოდნებზე. ჩემოდნებზე რომ წამოსულიყო საქართველოში ჩემ ოჯახში და ჩემ შვილებთან. ამიტომ მე მჭირდებოდა დასაბრუნებელი მიზეზი. გამიგეთ რომ ჩამოხვიდე, იმუშაო, იმიტომ სულის მესმოდა, შენი ასაკისას ვინ მიგიღებს აქ სამსახურში, აქ არ არის სამსახურები, პირიქით ამცირებენ, ასე, ну, მოკლედ, სულ პრობლემებზე იყო ხოლმე ლაპარაკი გავუთავე. კაც ვერაფერს ვერ ვიგებდი აქედან. რაღაცა ტრაგედიები. და როცა მეკითხებ და რატომ არ მქონდა мотиваცია, ნახე, როცა ხა ნინო დედასთან იყო, რომ ჩამოიყვანეს ეს წლები, მე ჩემი შვილები არ მყავდა. და ამიტომ ვიყავი ამ ასეთი ცხოვრებით, ჩემოდანზე როწიხარ და სუბილეთი რო გინდა იყო და სულ რო გინდა რომ საქართველოში წავიდე. და შემს მეუბნებოდა რომ უნდა დაბრუნდე ჩახოკვიდე, შეშულებს მიხედო ორი ბიჭი მყავს ახლა ვიცით, ჩემი შვილები, ერთი დაქორწინებულია, მყავს ორი შვილიშვილი და ну მაშინ შედარებით პატარები იყვნენ რა თქმა უნდა და რა მინდა გითხრათ, რომ ამასობაში გავიდა ბევრი წლები და ვიყავ რა თქმა უნდა 100% მოხმარებელი ჩემ ოჯახს უზამელი ყოველთვის და შორენა მეუბნებოდა ხოლმე ყოველთვის ასეთ რამეს, რომ ის შორენა მოელოდა ანტოი თანის მარგარიტა დიეტერი, ოდენ ნომი და პოტე. აი მე კრიმის, ოდენ ნომი ზაპოდი, თანის. ξέρεις είχα ως να σου πω, έχασα την πίστη μου. Ξέρεις, χρόνια με χρόνια δεν έβλεπα. Εσύ წელი ემატებოდა და არ გადიოდა ხალხმა, არ იხსნებოდა ეს კომპანია, რომ იმედით ამეკარდა. მე მახსოვს შორენა რომ ჩამოვიდა ნინო გაიხსენიშვილო ჩამოვიდა და შეხვდა მაშინ უკრაინის პოლიტიკის გენერალურ დირექტორს ემილიანოვს. გახსოვს? აი მაშინ რაღაცა იმედი ჩამესახა რომ ეს კომპანია გაიხსნებოდა საქართველოს
ვერა ემილიანო მოუთხრა უარი რომ ამ რუსეთი უკრაინის ომთან დაკავშირებით ასეთი თვითი გამოვაგზავნო და ეს თვითი დანიშნულების ადგილამდე ვერ მოვიდესო ესო მე ამაზე პასუხისმგებელი ვარო და ამიტომ მოდი თავი შევიკავოთ სანამ არ ჩაწყნარდა სიტუაცია კი რა იცით რა ხდება ხო და იცი რა როგორ ვიყავი აი გადაწყვეტ ვიფიქრე ნუ მეთქი არ გაიხსნება და თანაც რამე აი ჩვენი კეთი ძალიან ბევრი კეთი მოსულნეები რო ყავს და კეთი და რო გვეძახიან რომ მაკო შენ ეხლა მაგის გჯერა ესი პისტები სოტითანის ის გეორგი თვილეს ნუ კონტინენტს მოაკრობი ჩემი ძალიან ბევრი ახლობელი ადამიანები და მეთოდები რომ შენ ეხლა იმის გჯერაო რომ საქართველოში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ამერიკელები იმას ფიქრობენ რომ საქართველოში რომ ალო შეიტანო მე საქმე არ აქვს 170 ქვეყანაში ყვავის ეს ბიზნესიო eta paese geologia, nel business context, e se magisi medi vara context, ma context da započkaro. Da, იცი რა არის, აი რაღაცნაირად ვიყავი, როგორ გითხრათ, იმუშაო, ამ ხელა ძალისხმევა ჩადო, ხო? კომპანიაში ამ ხელა რამეს გააღწიო, ფინანსი მენეჯერია და იცი და მეტახლა ვიკინა, ამ ხელა ძალისხმევა ჭირდება ხოლმე და ჩამოდიხარ სამშობლოში და არ არის ეს კომპანია იჯეკი, რა უნდა დაბნეულის ბროში ვითი რა გიდა გააკეთო, ხო? კურს მოგიტანს ის და რამეს გააკეთებ? მაგრამ როდესაც შოვენა მიაღწია იმას რომ ხალხო ეს კომპანია გაიხსნა ეს რა იყო ჩვენთვის იცი აი ხელმეორედ დაბადება როგორ გითხრა რატო როცა ხარ ემიგრანტი როცა ცხოვრობ უცხო მიწაზე მოშორებული ხარ ჩვენს შვილებს ჩვენს ოჯახს ეს არის უდიდესი შანსი რომ ადამიანი ჩამოვიდეს იმიტომ რომ ემიგრანტმა მოაგროვოს იქული თან პარალელურად როდესაც აქ სამი ოჯახში და ეხმარება ყოველთვის ჩვენს ოჯახს ჩამოვიდე და შენი ბიზნესი გამაკეთებო და დაიწყო ეს არის ძალიან იშვიათი შემთხვევა არის ძალიან იშვიათი მე დავუშვათ კარგი ჩამოვიდენით ახლა ლეოტან ისევეთან ნასტის და ღალისკე ხიმატა ენაერთის მამტა ხიმატა უდენი პარტია თუ ალა ტაქსი ლემე ნატანის კარტი თუ გოლსუნა იქს ზერის მოსტაფაია დედულა და ამ თანხი შეიძლება საფასადო დაგაყო ხო არიცი რა შედეგს მოგიტანს არიცი რას როგორ წავარის საქმე შეიძლება სუწყალში გადაგეყაროს ყველაფერი. ამიტომ ეს ძალიან დიდი რისკია და როდესაც გაიხსნა რა თქმა უნდა მაშინები ვერ მომდები, იმიტომ რომ როდესაც მარტო ხება დედა და როდესაც ორი ადამიანის მოვალეობას ასრულებს შენი შვილებისთვის ეს არ არის ასე მარტივი უცებ ადგილზე წამოხვიდე და ნუ რაღაცა მომენტში ვიღებენ გადაწყვეტილებას მომდები. ნუ გეტყვით ორი სიტყვით არ გაძლევთ ისედაც გამიგრძელდა სიტყვა რთულია ის რომ როდესაც ძალიან ბევრი წრეში შემდეგ ჩამოდი შობლოში როგორც უცხო ქვეყანაში ჩამოვიდე ისია. გაუცხოებულები არიან ადამიანები. არ არის ესე მარტივი. ეს არ არის მარტივი, რომ შენ ეს ურთიერთობების ბიზნესია ხალხო. ყოველდღიური ვინც მუშაობდა და მეთანხმებთ ეს ურთიერთობების ბიზნესი და აქ შენ ეს ბიზნესი ააწყო და მუშაობ და წლები გასული ხარ ქვეყნიდან. არ არის ასე მარტივი. ეს ძალიან რთულია. იმიტომ რომ არის ყოფილი, გაუცხოებულები არიან შენი ნათესავები და შინაურებიც კი შენთან. მიუხედავად იმისა, რომ საბუთი მქონდა და ყოველთვის ჩამოთვლილიყო. მაგრამ კიდევ ვამბობ, როდესაც ადამიანს ძალიან დიდი სურვილი გაქვს საქმე გააკეთო, ძალიან დიდი სურვილი. და ამბობ იმას, რომ მე რათაც არ უნდა დამიჯდეს, ეს საქმე უნდა გავაკეთო და უნდა ვიყო წარმატებული. ჩემი ერთადერთი ყველაზე მთავარი тоді кому я ти олі тоді комазია ეს კოლესტეროლზე тоді кому я ти პელაგია იტანე ოთა პროტო აგოსტოს то семинарიოს დინა ო ენერგიეკონომიკო და დავაბეს αυτό სიგი ჩემი მიზეზი ფონებებში დასაქმების ხალხი იყო ის რომ გავიგერო იყო მემკვიდრეობით როგორ და რასაც აქ შევქმნილი და რასაც აქ გავაკეთებდი ხო ეს არ დაიკარგებოდა არაფერი და ეს ყველაფერი დარჩებით რომ ფიქრობდი ჩემ შვილებზე რომ მე ვზრუნავდი ყველაფერზე მათზე და ფიქრობდი მათ მომავალზე მინდოდა რაღაცა გამეკეთებინა. ყველა დედას ფიქრი ეს არის. ხომ ეს ხომ არ არის მარტო ჩემი, ყველა ამას ფიქრობს და ჩემი ყველაზე დიდი მიზეზი, როდესაც გადავწყვეტე რომ მე სერიოზულად დასაქმებული ვიყავი, იყო როდესაც გავიგერო ეს არის მემკვიდრეობითი ბიზნესი და რასაც ვიმუშაობდი და შევქმნიდი ეს არ დაიკარგებოდა არაფერი. და რა თქმა უნდა, უამრავი გამოწვევები იყო ხალხმა აღარ დაუწრებ ამბები აღარ მოგიყვებით როცა ჩამოდიხარ უამრავი პრობლემები უამრავი ისეთი სიტუაციები რომელსაც უნდა შეეკვო უნდა გადალახო და ძალიან ის იყო ძლიერი უნდა იყო რომ ეს რაღაცები გადალახო ფსიქოემოციურად რაც როდესაც კარგავს შენს
სპონსორს აკავშირებს ძალიან ძვირფას ადამიანს უნდა წეს, ძალიან ბევრი სირთულეები ჩემთვის ეს იყო აი გამაგრებები. მაგრამ პროგრესს აქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. როდესაც გიყვარს ეს პროდუქცია, ძალებული გიყვარს და მომხმარებელი ხარ ამ პროდუქტების 100%. და მეორე, როდესაც იცი, დახმარები ხარ უამრავ ადამიანს მოუწესრიგები ამ პროდუქტების და შენ მიგიწვის ამაში წვლილი, შენ ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალე და ამ ადამიანებმა ჯანმრთელი ცხოვრები დაიწყეს ცხოვრება და შენ შეგიძლია რომ ეს ბიზნესი, აი როგორც პატარა რაღაცა აგურები დააწყო და ამაშენო შენი რაღაცა, შენი მომავალი, შენი შვილებისთვის მომავალი. მე ასე ვთქვი, არაფერი სხვა. ეს არის მიზეზი ეს იყო. ჩემი ჩანაფიქრი ეს იყო, რომ ეს დამოკიდებულება აუცილებლად. და მე გეტყვი თქვენ რომ რაც ჩამოვედი ყოველთვის იცი რა არის უნდა აუცილებლად ყველაფერს აქ რაღაცა წინაპირობა ხო ესე გავხდიოზე მენეჯერი ესე ახდება წინაპირობა იყო ის რომ ყოველთვის ვიყავი 4 ფულით აქტიური ყოველთვის ვაკეთებდი ხოლმე 16-17-18 ფულას ყოველ თვე იყო რაღაცა ესეთი ცუდი თვეები შეიძლება გამაკეთებინა 15-16 მიხდით მაგრამ ყოველთვის მყავდნენ ახალი ჯგუფის წევრები და мотивация პირველი ექსელის όταν τώρα στο Παρίσι, όταν είπαν ότι μπορεί ο άνθρωπος να γίνει μετέκασισή, supervisor. Ρώτησας Παρίσι, χθες αχάλι, ისრომ გამოცხადდა, რომ 10 ფული შეუძლია ადამიანს გახდა supervisor. მე 10-ში 25 ფული იყო, έκανα 25 სისი. 25 ფული გავხდი supervisor და ვინც ხარ აქ უამრავი ხარ supervisor-ები 25 ფული, ხო? და როდესაც 10 ფული შეუძლია ადამიანმა შეცვალა რომ საფეხური წინ წავიდნენ ბიზნესში გამოიყენეთ ეს გამოიყენეთ იმიტომ რომ ძალიან მარტივი დასაკეთებელია მე მყავდა ძალიან ბევრი ახლა ქსია დაწერილი მყავდა მე სუპერვაიზორები ახლა ამჟამად მყავს ახლა ამჟამად მყავს რამდენი სუპერვაიზორი 67 ო მარტო საქართველოში კი არა საზოგადოებას 67 და არიან ადამიანები, რომლებიც, ნახე, ორ ჯგუფად არიან გაყოფილები, რომლებიც არიან მომხმარებლები, მიიღეს ეს 30% გასაგება, და არიან ადამიანები, რომლებიც არიან ბიზნესის მიმართულებითაც მუშაობენ. ეს ადამიანები ნაწილი ყოველთვის აქტიურად მუშაობდნენ, აკეთებდნენ ფულებს, მომხმარებლები არიან, როგორც საზღვარგარეთ ისე ჩვენთან და არიან ადამიანები, რომლებიც მიყვებიან მხოლოდ ამას, ვიხდი ესე იგი გააკო 30% და ხარ მომხმარებელი და ბიზნესი აკეთებს. მაგრამ როდესაც ეს გამოცხადდა, ანუ ეს და შეცვალა, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ინტერესი ჩვენ ერთად შევიკარით და ყველაფერი გავაკეთეთ. ამისთვის ძალიან ბევრი როგორც ჩემი გუნდის წევრები, რომლებიც არის საზღვარგარეთ ისე აქ გუნდის წევრები და მე გეტყვით ერთ-ერთი ჩემი სუპერვაიზორის ისტორიას, აი თქვენთვისაც საინტერესო იქნება, რომ ამ ქალბატონმა, როდესაც ჩვენ პირველად ამ ქალბატონს დაველაპარაკეთ, მე და ჩემი ოჯახის წევრები, საერთოდ არ დაინტერესდა, აი რაც ყველანი თქვა, ლეო, მია ისტორია და თაპო ავტოკეთა სამართლიანი Tengo una bola que te fíjate. Apola usted a la madre. Apola usted. Como si me hiciera la bola de supervisor. Pero que es lo siguiente. Che, mira, que როდესაც ჩვენ ამას ველაპარაკეთ, აი, ერთგულში უშვებ და მეორეში გახონდა, კიდე. ესე იგი, საერთოდ არ ხონდა აი, ადამიანს ველაპარაკეთ თუნდაც როდესაც საუბარში, ხო, ანთებული რომ შენ ისტორიას რო უყვები, გოგო ველაპარაკეთ, ამათოფები და 100-ია და აი, და სხვათა შორის დედა ჩემიც ესაუბრებოდა და ჩემი გოგო, ჩემი ოჯახის წევრები ცხვებიც რა კითხობებიან, რომლებიც ესაუბრა, ეს მოდა არაფერი. და გოგო ვერ წარმოიდგენთ, აი ამ ადამიანები თუ გეუბნებით რომ თქვენს გეყოლებათ ასეთები არაერთი ესაუბროთ ამ ადამიანებს წითელ ხაზს მოგადაუსვათ ესაუბრეთ, იმიტომ რომ ყველა გასაღებ, ყველა კარებს აქვს თავის გასაღები. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის გასაღები ადამიანს და მოვარდოთ. ნახე რა მოხდა ამ ადამიანმა, როდესაც ესაუბრებოდი, მითხრა რომ კარგი, მე ამიღებ და დავლებ ამან, როგორც იქნა, მიგვიყვანე წერტილამდე უნდა იყო. და აიღო სასტარტო ყუთი. სასტარტო ყუთი აიღო და არაფერი არ გავიდა აბსოლუტურად ამ სასტარტო ყუთიდან, მთლიანად თვითონ გამოიყენა და მისმა ოჯახის წევრებმა.
მინდა გითხრათ ხალხმა სადაც რაღაცა ერთ თვეში გახდა სუპერვაიზორი. მეც რა თქმა უნდა მიწყვის მასთან ერთად, იმიტომ რომ ესე იგი აბსოლუტურად აი მაღაზიაში შევდიოდით, ვესაუბრებოდით, მე მასურფესაც მაღაზიაში შევდიოდით, ხორცის მაღაზიაში შევდიოდით, აბსოლუტურად ყველგან, აი აბსოლუტურად და ვერ ვაპარაკებოდით ადამიანებს და ვერ მაჩერებდი და ესე ვჩუნდებოდი, მე რომ გავჩერდები ხე. ვჩუნდებოდი და იმას უთმობდი დროს, რო ელაპარაკა. და ისეთი აქტებული იყო, რომ მეთქი ეს გადაიწვება რო არ ვალაპარაკო და ამან ილაპარაკოს, მარტო გაჩუნდი. ილაპარაკოს ამან. ესე იგი, αυτή που έκανε δεν άγγιγε μετά άρχισε, φούντωσε τόσο πολύ όταν πήρε τα προϊόντα που εγώ δεν μπορείς να σταματήσεις. Δεν μιλούσα εγώ. Αυτή μιλούσε. Οπότε არის მინდა გითხრათ ხალხმა, რომ არის რაღაცა ის პატარა პროგრამა, რომელსაც აკეთებ და შეგიძლია ძალიან მარტივად ადამიანები, რომლებიც უსაფრთხოებას ვაკეთებთ, დღეს ძალიან მარტივად შეგიძლია ასისტენტ სუპერვაიზორის საფეხურთან გადავიდე სუპერვაიზორის საფეხურზე და სუპერვაიზორები ხლა ძალიან ბევრი აი სიამიწე ადამიანები ძალიან ბევრს უნდოდა ჩემს გუნდში სუპერვაიზორად თქმა მეც მთელი ძალისხმევით, მთელი ჩემი ენერგიით გვერდში დავუდგე ჩემი გუნდის წევრებს და აი ესე მოხდა ეს ყველაფერი არ არის ეს რთული გასაკეთებელი მე გისურვებ თვითონ თქვენთაგანს აი თვითონ ვისაც გიხობთ ახლა დარბაზში ვისაც ხედავ ყველა იმსახურებთ ხალხმა რო იყოთ მენეჯერები აი მინდა ერთმანეთს უთხრათ რომ შეგიძლია ყველა ერთმანეთს უთხრათ შეგიძლია რომ ეს გააკეთო და აუცილებლად მე დარწმუნებული ვარ აი მაგჯერა ამის გულწრფელად ამბობ რომ მოვა ეს ჩაგეხუტები და მოგილოცოთ მენეჯერებს მინდა გისურვო ძალიან ბევრი წაბაგა